AI learns to drive for 1 minute, 10 minutes, and 1 hour. ნახეთ, ეს არის კარგი ვიდეო, რომ წარმოიდგინოთ, როგორ სწავლობს AI რამეს. ნახეთ, AI-ს აქვს დავალება, რომ აქედან მაგალითად ხა დაიწყოს რბოლა და ესე წრე დაარტყას და მოვიდეს. მაგრამ AI-მ არ იცის რა არის რბოლა და ისე როგორც არ იცის არაფერი. ესე უხეშად რომ ვთქვათ. აქ უბრალოდ მიზანი, დავალება, რომ მოვიდეს ფინიში რაც შეიძლება სწრაფად, ხო? აქედან ხა ეს მანქანა რომ მიდის და აქ ეტაკება, ეს მის მიზანს ხელს უშლის, რადგან დაეტაკა. ამიტომ ცდის ძალიან ბევრ ვარიანტს, რომ ამ ადგილს არ დაეტაკოს. ანუ ეს მონაკვეთი გაიარა. შემდეგ აქედაგება. შემდეგ 1000 ვარიანტიდან ირჩევს, რომელიც ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. შემდეგ იმას აკოპირებს და იქიდან კიდე ცდილობს 1000. და ისეთ ნენა გაივლის. ერთმა ყველას აჯობა. ეხლა ამ ერთ საუკეთესო ვერსიას დააკოპირებს და იქამდე სულ მოვა. და იქიდან კიდე ესე გააგრძელებს. აი ხან ახლა კარგად მოვიდა. აი ესე საათობის შემდეგ დადებს საუკეთესო შედეგს როგორ უნდა იმოძრაოს ისე სად რამდენი გრადუსით მოუყიდეს რომ ფინიშამდე მოვიდეს იდეალურად. იმას თუ რამდენად სწრაფად ამოხსნის ამ ამოცანას დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ძლიერია თვითონ AI და თვითონ ის hardware-ი რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს. შეიძლება ზოგი მომდეს 1 საათში, ზოგი 1 დღეში, ზოგი 1 კვირაში და ზოგი 1 წუთში ან რამდენიმე წამში. აქ თავიდან რო იწყებს უკანაც მოდის, ნახეთ ყველა მიმართულებას ცდილობს. იმიტომ რომ თვითონ რბოლის შინაარსი არ ესმის. უბრალოდ შედეგზეა ორიენტირებული. ახლა ეს ყველაფერი თუ გაიგეთ, ახლა უკვე შეგიძლიათ გაიგოთ რა არის კვანტური კომპიუტერი. თუ ჩვეულებრივი AI ვითარდება იმით, რომ აი ასე მილიონობით ვერსიას ცდის და საუკეთესოს უბრალოდ არჩევს, დროთა განმავლობაში და ხვედს ამ ყველაფერს. კვანტური კომპიუტერი ამ ყველაფერს აკეთებს ერთად. აი აქედან სტარტზე რო დგას, რამდენი ვერსიას არ უნდა არსებობდეს აქედან წასვლის და ფინიშამდე მოსვლის საუკეთესო დრო რაც იქნება. ეგ შეუძლია გამოთვალოს ერთად. ყველა. ესე კი არ წავიდეს და კი არ ისწავლოს. აქ რო დგას, ყველა ერთად გააკეთოს, ყველა პოტენციური ვარიანტი. და იმ ყველა პოტენციური ვარიანტიდან უცებ დააფიქსიროს ის, რომელიც ყველაზე ეფექტური იყო და აირჩიოს. ამიტომ კვანტურმა კომპიუტერმა ახლა ეს ტესტი რომ გააკეთოს, რაც ამ ვიდეოში ჩანს. როგორც კი სტარტს დააწვევი, იმ წამსვე საუკეთესო პასუხი იქნება აქ. მეგონი ამ მასალაში გამოვხიზლდი და ვიდეო დამილაიქეთ და კიდე გადავიღებ რამე ვიდეოს.